რუსეთის ქალაქი ტუაპსე, რომელიც უკვე 2 კვირაა ცდილობს გაუმკლავდეს უკრაინული უპილოტო აპარატების თავდასხმების შედეგებს, ესტაფეტას სხვა რუსულ ქალაქებს გადასცემს. ცხელი ღამის შემდეგ 29 აპრილს ნავთობის წვიმა დაიწყო პერმში, სადაც უკრაინული თავდასხმის შემდეგ ტრანსნეფტის სატომ სადგურზე ხანძარს აქრობენ. რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა უპილოტო აპარატების თავდასხმაზე ობიექტებზე ორენბურგის ოლქის ქალაქ ორსკში და პერმის მხარის ქალაქ პერმში, რაც უკრაინის საზღვრიდან 1500-დან 1800-მდე კილომეტრზე მეტია. უკრაინა ახლა სისტემატურად სწორედ ნავთობის ინფრასტრუქტურას ესხმის თავს. ეს არის პორტები, ნავთობის რეზერვუარები, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ნავთობის სატუმბის სადგურები და ასე შემდეგ. ამავე დროს რუსეთიც უტევს უკრაინას იმავე უპილოტო აპარატებით. და აი რა განსხვავება. ამ ღამეს ოდესის, ხარკოვის, ნიკოლაევის და სუმის ოლქებში დაზიანდა საავადმყოფოები, ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებ, გთხოვთ გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ეს გამოშვება და დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი. გარდა ამისა, გამოიწერეთ ჩემი ტელეგრამ არხი პეჩი ნიუსი. ბმული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მაშასე, რუსეთის ქალაქი ტუაპსე ნავთობის წვიმების ესტაფეტას გადასცემს რუსეთის სხვა ქალაქებს. ნავთობის წვიმა დაიწყო პერმში, სადაც ტრანსნეფტის გადაკაჩვის სადგურზე ხანძარს აქრობენ უკრაინული თავდასხმის შემდეგ. თვითმფრინველები ავრცელებენ ფოტოებს შავი წვეთებითა და ლაქებით ტანსაცმელზე, ავტომობილებსა და ფანჯრებზე. გახსენებთ, მსგავსი ნალექი ადრე ტუაპსეშიც მოვიდა, მას შემდეგ, რაც საზღვაო ტერმინალის ტერიტორიაზე მდებარე ადგილობრივ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმების სერია განხორციელდა. როსპოტრებნადზორში განაცხადეს, რომ აიღეს ჰაერის ნიმუშები პერმში დამწვარ ობიექტებთან ახლოს. ამბობენ, ყველაფერი სუპერია, ყველაფერი კარგადაა, ნუ ღელავთ. დილით ამ ქალაქში ბავშვები სკოლებიდან ევაკუირეს თავდასხმის გამო. მაგრამ რამდენიმე საათში ბავშვები ისევ დააბრუნეს გაკვეთილებზე. მიუხედავად იმისა, რომ ცაში სქელი შავი კვამლი იყო და ქალაქი სიბნელეში იყო ჩაფრული. მაგრამ როსპოტრებნადზორი ამბობს, მას ნერვიულობთ, ყველაფერი მშვენიერია. ვიდეო და ფოტომასალების სინთანალიზმა აჩვენა, რომ დარტყმა მოხდა პერმის ხაზოვან საწარმოო დისპეჩერულ სადგურს, რომელიც გამოიყენება ნავთობის გადაკაჩვისთვის, შენახვისა და განაწილებისთვის მაგისტრალურ მილსადენებში. ცნობილია, რომ იქ დაახლოებით 10 ადამიანი იყო. ამ დროისთვის ჯერ კიდევ იწვის 4 რეზერვუარი. სულ ეს არის 200 ტონა ნავთობი. ესე იგი, ეს ნავთობის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების ლოგიკური გაგრძელებაა. დაზიანებული სადგური რუსეთის მაგისტრალური ნავთობის სატრანსპორტო სისტემის სტრატეგიულად მნიშვნელოვან კვანძს წარმოადგენს, რომელიც ნედლეულს 4 მიმართულებით ანაწილებს, მათ შორის ლუკოილის პერმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ნეფტეორგსინთეზი. ამიტომაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახური სისტემატურად ამცირებს რუსეთის საექსპორტო პოტენციალს და აზიანებს მის ეკონომიკურ საფუძველს, საიდანაც ფინანსდება ომი უკრაინის წინააღმდეგ. ასევე აღნიშნავ, რომ პერმი უკრაინიდან თითქმის 1800 კილომეტრითაა დაშორებული. ამავე დროს რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა დრონების თავდასხმაზე ობიექტებზე ქალაქ ორსკში, ორენბურგის ოლქში. ეს უკრაინის საზღვრიდან 1500 კილომეტრითაა დაშორებული. როსავიაციამ დროებით შეზღუდა თვითმფრინავების მიღება და გაშვება ორსკის აეროპორტში და რუსეთის ფედერაციის სხვა რამდენიმე ქალაქში. კერძოდ ორსკში უპილოტოებმა შეუტიეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ორსკ ნეფტეორგსინთეზი. ეს არის რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა წელიწადში დაახლოებით 6 მილიონ ტონა ნავთობს ამუშავებს. წარმოება უშვებს ბენზინს, დიზელის საწვავს, მაზუტს, ბიტუმს, ავიაციის ნავთს და სხვა ნავთობპროდუქტებს. კონკრეტულად ეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ურალისა და პოულჟიეს ნავთობპროდუქტებით მომარაგებაში.
გარდა ამისა, ნაწილის პროდუქცია ექსპორტზე გადის. ორსკის ნავთეორგსინთეზი უკვე იყო თავდასხმის ობიექტი 2025 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში. საერთო ჯამში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ღამით სააერო თავდაცვის საშუალებებმა თითქოს და 98 უკრაინული უპილოტო აპარატი გადაჭერეს და გაანადგურეს. რუსეთის ფედერაციის ასტრახანის, ბელგოროდის, ვოლგოგრადის, ვორონეჟის, კურსკის, როსტოვის და სარატოვის ოლქებზე, ასევე დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმზე ამავე ღამით რუსეთმაც დაარტყა უკრაინას დრონებით. სანამ ამ ნაწილზე გადავიდოეთ, უბრალოდ შეგახსენეთ, როგორ ხსნიდა გუშინ ვლადიმირ პუტინი ტუაფსეს მცხოვრებლებს. თითქოს უკრაინას სიძლიერის ნაკლებობისა და ფრონტზე მარცხის გამო ესხმის თავს რუსეთის ქალაქებს. და როცა შემდეგ ინფორმაციას მოусმენთ, უბრალოდ დაიმახსოვრეთ პუტინის ეს სიტყვები. გამოდის დრონები ტუაფსეს მიმართულებით, იმიტომ მიფრინავდნენ, რომ უკრაინა ფრონტზე მარცხს განიცდის. მდგომარეობა ცუდია, ამიტომ ისინი ასეთ ცდილობენ რუსეთის ქალაქებზე იხარონ ჯავრ. აი ეს მომენტი დაიმახსოვრეთ. ასე რომ რუსეთმა 29 აპრილის ღამეს დრონები დაარტყა იზმაილს, ხარკოვს, შოსტკას და სხვა ქალაქებს და სამწუხაროდ არიან დაღუპულები და დაჭრილები. კერძოდ ოდესის ოლქში დაზარალდა ქალაქი იზმაილი. რუსეთის დრონების დარტყმა ინფრასტრუქტურას მოხდა. დაზიანებულია რაიონული საავადმყოფო. ხარკოვში ქალაქის სხვადასხვა რაიონში დარტყმების შედეგად დაზარალდნენ ჰიპერმარკეტი, ავტობუსი და დაზიანდა 25 კერძო სახლის ფანჯრები და სახურავები. სუმის ოლქში ქალაქ შოსტკაში დარტყმა საცხოვრებელ სექტორს მოხდა. იქ გაჩნდა ხანძრები. ერთ-ერთ მრავალბინიან სახლში მაშველებმა ნანგრევებიდან 1 ადამიანი ამოიყვანეს და კიდევ 16 ადამიანი ევაკუირეს. დნეპროპეტროვსკის ოლქში დარტყმები ნიკოპოლსა და თემებზე განხორციელდა. დაზიანებულია ადმინისტრაციული შენობები და კერძო სახლები. ხოლო ნიკოლაევში დარტყმა საცხოვრებელ სახლს მოხდა. და აქ მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს ვლადიმირ პუტინთან და გაველურებულ რუსებთან. რატომ უწევს რუსეთი მშვიდობიან ქალაქებს? ნუ თუ ფრონტზე პრობლემები აქვს. აქცევთ ლევს დავაშა. თქვენი აზრი და დასწრები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააცკაპუნეთ ზარძე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. ეს ყველაფერი იყო. იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას ნახვამდის.